შენ დაადეკლარირე ქონების გადასახადი, რომლის ბოლოვადა არის 31 ოქტომბერი? თუ არ დაადეკლარირე, აუცილებლად გირჩევ, რომ დაადეკლარირო. ვინაიდან და რადგანაც 40,000 ლარამდე თუ გაქვთ ოჯახს შემოსავალი, ნამდვილად არ გიწევთ გადახდა ამ ქონების გადასახადის დადეკლარაციაც, 40-დან 100,000 ლარამდე თუ გაქვთ შემოსავალი ოჯახს, მაშინ გიწევთ 0.2%-ის გადახდა და თუ 100,000 ლარს აღემატება თქვენი შემოსავალი, მაშინ თქვენ უნდა გადაიხადოთ 0.8% ქონების გადასახადი. ქონების გადასახადი არის 1 წლის, ასე ვთქვათ, წლიური გადასახადია, რომელსაც ვადეკლარირებ წელიწადში ერთხელ ფიზიკური პირები და დიდად ჯერჯერობით არ კონტროლდება, თუმცა სავარაუდოდ მოგივათ SMS-ი, ყველას მისდის ხოლმე SMS-ი, არ დაგავიწყდეთ დაადეკლარიროთ, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი რეალურად არ ადეკლარირებს რა. თუმცა თუ გნებავთ და გჭირდება დადეკლარირება, მომართეთ LTA-ს და LTA-ს ბუღალტრები დაგეხმარებიან სწორად დაადეკლაროთ თქვენი ქონების გადასახადი. ყველას ბედნიერი დღე და ბევრი ქონება, რომლისთვისაც ქონების გადასახადის გადახდა მოგიწევთ.